და რა თქმა უნდა მე მინდა გავაგრძელო ახლა ამ ტაროზე ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტაროა, რომელიც პირველი დანახვიდან შემიყვარდა. თუმცა პირად გაშლებს ამაზე არასდროს არ ვაკეთებ. რატო არ ვიცი? მაგრამ აი ზოგადში არის იდეალური, თუმცა ტაროსა და ფლობელს შორის უნდა დამყარდეს კონტაქტი და უნდა შევთანხმდეთ მე და ტარო, რომ აი რას ვიზამთ და როგორ ვიზამთ. და მე და ეს ტარო ვერ შევთანხმდით, უბრალოდ მე ვერ შევთანხმდი, რომ გამოვიდა ნანას პირაზე. მოდი ვნახოთ ახლა ჩვენ კონკრეტული ფიქრიგრძნობა, მოქმედება, კლასიკა. კლასიკა ვნახოთ ფიქრიგრძნობა, მოქმედება. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება. 6 კარტი გვეტყვის იდეალურად, ან 6 სიყვარულის ციფრია, 6 კიდე არის შეყვარებულები, დასტის ბოლოს არის ეშმაკის არკანი. ნუ მოვიდა ამაზე სულ მოგრიალდება. ანუ მე დაკვირვებული ვარ, რომ ეს ტარო კონკრეტულად განიხილავს აი მიჯაჭვულობის ურთიერთობას. მე დაკვირვებული ვარ, თუ თქვენ დღევანდელ რეალობაში ხართ მიჯაჭვული, მიჯაჭვულობას არ ნიშნავს, რომ ახლა კვებით მის გამო, უბრალოდ ვგულისხმობ იმას, რომ გეფიქრება მაინც სულ თავში ეს ადამიანი, სულ თქვენს თავში, ნახოთ. ფიქრი. ოპა, როგორი იდუმალი ფიქრი აქვს. საერთოდ ეს ადამიანი თავის ფიქრებს არ შლის, მაგრამ მე გეტყვით. პირველ როდესაც ქურუმი ქალი ამოდის, ზოგადად მისი სივრცე დაკეტილია. დაკეტილია და შეიძლება გაიგო კი ყველაფერი, მაგრამ არ გვაძლევს ტარო ამის საშუალებას, მაგრამ რადგანაც ორი უკვე ერთად ამოვიღე. ეს ადამიანი არის წუხარებაში. არ ამბობს არაფერს, მაგრამ ითხოვს თქვენთან ურთიერთობას. რაღაც აკლია თქვენში არის ისეთი, რასაც სახელს ვერ არქმევს. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ სახელს ვერ არქმევს. რატომ შეიძლება გქონდეს? ეს ის მომენტია, როცა უშენოდ არ შემიძლია, შენთანაც არ შემიძლია. ანუ ეს სანახო ძალიან ისეთი გახლეჩვა არის. ალბათ გამოგიცდიათ კიდეც. ხო და მოთხოვნილებაა თქვენზე ძალიან დიდი. ვინც განსაკუთრებით ტაროს უყურებთ და გაქვთ ასე ეზოთერიკული რაღაცა ენერგეტიკა და გრძნობთ ტაროს და არ აქვს მნიშვნელობა ვის გაშლებს, განსაკუთრებით თქვენ გეხებათ გოგონებო, რომ არის თქვენში მაგიური რაღაცა აუხსნელი მიზიდულობა, სადაც თქვენ ნებისმიერი მამაკაცის თავში, სადაც ვისთანაც ურთიერთობა ქონიათ, კვალს ტოვებთ და კვალი რა თქმა უნდა ჩანს თქვენზე ფიქრები, რომ მინდა რაღაცა ემოციურ შიმშილშია, რაღაცა თითქოს მინდა მათხოვრობს, სიყვარულზე მჭირდები, მაგრამ რატო არ ამბობს ამას? მე ვგრძნობ, რომ ეს ადამიანი ამას არ ამბობს და არ იტყვის. შეიძლება ფიქრობთ, რომ არა ისე იქცევა, რომ არც კი ვიცი, მაგრამ როგორც ჩანს, ისე არ არის. გუშინ ისეთი სიზმარი დამესიზმრა. და მე დაკვირვებული ვარ, როცა რაღაცას ხედავ, ზუსტად ადამიანები, რასაც მეუბნებიან და რა ენერგიებსაც გრძნობდა თან, რაც მე მაწუხებს, იმაზე ვიღებ პასუხებს. ზუსტად შემიძლია დავადასტურო, რომ როგორც ჩანს ადამიანების ცხოვრება, დამოკიდებულება, ხო, კლასიკურად და სტატისტიკურად ესეა, მაგრამ დამჯერად ზოგჯერ ისე არ არის, როგორც ჩანს და ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. ოჰოჰო, გრძნობ, ვაუ, ახლა მე არ გამიკვირდა სულაც ეს ყველაფერი. შეიძლება თავს გრძნობს მოჯადოებულად, შენ ხარ მისთვის ის ერთადერთი ქალი, ჩემი საყვარელი იმპერატრიცა. გადაჭარბებული ემოციებით, რა ვიცი, უყვარ ხარ, რა ვთქვა, უყვარ ხარ, ვისაც როგორ შეუძლია ეს სიყვარული, ეს არის გადაჭარბებული ემოცია, მაგრამ საქმე რა შეიცით?
ვერ უგებს ეს ადამიანი თქვენს პერსონას, ვერ იგებს ვერაფერს, როგორ დაგაკმაყოფილოს, რა მოგცეს ურთიერთობაში. პრობლემა არის, რომ შენ სხვა ადამიანი ხარ, ის სხვა ადამიანია და ეს არის პრობლემა. ზუსტად ეს არის პრობლემა, იმიტომაც ვერ გებულობს რა ამჭირსო, შენ სხვა ლეველი ხარ, ის სხვა ლეველი. არავის არ ვამცირებ, არავის არ ვაქებ, მაგრამ ენერგეტიკულად ესეა, ვერაფერს ვერ დავამატებ სხვას, მოქმედება. ხუთიანების კომბინაცია, ვახ. როცა გაგაცანით ეს არკანი პაჟი ამოვიდა ეგრევე, აი ზუსტად რა. ზოგადი გაშლების მადლით ცოტა გრძნობთ. ეს არის თქვენი გაშლა. მოქმედება არ შეუძლია სამწუხაროდ, ძალიან ენატრები რა ხდება თქვენ შორის, არ ვიცი რა, მოკლედ. ძალიან ენატრები, მაგრამ გაბედავს მოქმედებას, მაგრამ ეს არ არის ის მოქმედება, რომელიც შენ გინდა. ეს ადამიანი ყველა თავისი მოქმედებით იმედს გიცრუებს, იმიტომ რომ შენ რაღაც პაჟური კი არ გინდა, იმპერატორული გინდა. აი იმპერატორს შეუძლია მაგალითად ისე ღირსეულად გაჩუმდეს და არაფერი არ გითხრას, მაგრამ თვალებით ისეთნაირად გითხრას, რომ შეც უკვე გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ პაჟი რომელიც გადმოხტება და რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოთხოვნილება და წყურვილი უყვარდეს ესეთი ქალი, როგორიც შენ ხარ. ცოტა უნდა დაფიქრდეს. აქ არის მიუხედავად ყველაფერისა მიჯაჭვული ურთიერთობა, არ ვიცი შენ რატომ უნდა გინდოდეს, საერთოდ ყოველთვის რომ კი ბატონო შეიძლება იყოს ძვირფასი არა ჩვეულებრივი იმპერატრიცა, მაგრამ კონდეს ისეთი გადაუმუშავებელი პროგრამები, თუ აფიქსირებ შენს თავთან იმას, რომ კი ხარ ასეთი კარგი, მაგრამ რო გადახედავ, ვერ ახარ ისე ურთიერთობებში. ირჩევ არასწორ ადამიანს და მოკლედ ძალიან საოცრება ეს ყველაფერი არა. ეს იმიტომ რომ როგორი მაგარიც არ უნდა იყო, არა გაქვს გადამუშავებული შენი ძველი პროგრამები. რაშია საქმე? ყველაფერი საკუთარ თავშია და ყველაფერი მეტყოლებს იმაზე, რომ რაღაცა გეღვიძება, გატრიგერებს ეს ადამიანი ძველ პროგრამებზე, რომელიც არ აქვს გადმოტანილი, მოკლედ დღევანდელ რეალობაში. ესე იგი, მოქმედება რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ იქნება ის მოქმედება, რომელიც შენ დაგაკმაყოფილებს. თუმცა ის ფაქტი, რომ კი ბატონო გრძნობა აქვს, უშენოდ არ შეუძლია, სულ ენატრები, დამოკიდებულია შენზე, ეს ყველაფერი კი კარგია, მაგრამ არაფრის მომცემი არ არის მაინც შენთვის, რადგანაც ეს არის პაჟი, თან პაჟი კვერთხი. ძალიან ფეთქებადი, რაღაცა უცებ შეისრუტავს შენს ენერგიებს, დატკბება, დაიტენება. მე ცდილობს, ახლა ეკონომ რეჟიმზეა და всё, მე ისე მოდის და შეივსება. ამიტომ იქნებით ემოციური დონორი. აქ ძალიან გამოკვეთილად ჩანს. გოგონებო, რაც არ უნდა კარგები იყოთ, აქ ჩანს, რომ თქვენ ხართ ემოციების დონორი და ადამიანი რომ შეავსო, არაფერს არ იღებ მე. ეს მეტყოლებს საკუთარ თვით შეფასებაზე. ოღონ არ მეჩხუბოთ ახლა, ეს ასეა. მე ყველას გელოდებით კომენტარებში დროებით.